ზაფხულს სოლიდური ჯარიმით ან საპყრობილეში შევხვდები. სწორედ ეს არის ლექსო სამხარაძის აქტივისტის სიტყვები, რომელსაც დავით მათიკაშვილმა მხოლოდ იმის გამოუჩივლა, რომ მან საკუთარი პროტესტი ღიად და შეუფარავად გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები მანდატს ბოროტად იყენებენ. მსგავსი შემთხვევები საზოგადოებამ ლიკა ლორდ-ქიფანიძისა და მათ შორის თათია აფრიამაშვილის შემთხვევაშიც იხილა, როდესაც მარიამ ლაშხმა საკუთარი შვილები გამოიყენა საბაბად იმისთვის, რათა გოგონები ციხეში გაეშვა. სამხარაძე ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად გააზრებული ქმედება მისი მხრიდან და რომ ბრძოლას გააგრძელებს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც ქვეყანა მიყავს რუსეთისაკენ, ამას კი სრულიად ქართული პროევროპული საზოგადოება აუცილებლად შეეწინააღმდეგება. როცა დავინახე დავით მათიკაშვილი, ერთადერთი რაც მქონდა ფიქრად ის, რომ როდესაც ჩემზე ახალგაზრდა ადამიანები, გოგონები, ბიჭები დაჭერილი არიან, მე არ მქონდა უფლება იმისა, რომ ესე ჩვეულებრივად გავსულიყავი და დისკომფორტი არ შემექმნა ისეთი დეპუტატისთვის, როგორც არის დავით მათიკაშვილი. დამირეკეს 11 ივნისს არის ჩანიშნული 2 საათზე. რა ვიცი, მე როდესაც ამას ვაკეთებდი, მაშინ მე მსად ვიყავი ამით, იმიტომ რომ წინა დღეებში უკვე ამ ბრალით დაკავებულები იყვნენ და უკვე ბრალი და პატიმრობაში უკვე მიცემული იყვნენ. 2 ივნისს ლექსო სამხარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს და ისმის თუ როგორ ხდება ის დავით მათიკაშვილს საპროტესტო შეძახილებით. ვიდეოში კარგად აღიქმება, რომ პერსონალურ შეურაცხყოფას ის მათიკაშვილს არ აყენებს, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა მას ჩივილში. ახლა ჩნდება მთავარი კითხვა: მოუწევს თუ არა საპყრობილეში ზაფხულის გატარება ლექსო სამხარაძეს, თუ მას სოლიდურ ჯარიმას დააკისრებენ. ნებისმიერ შემთხვევაში აქტივისტი გადაჭრით აცხადებს, რომ ვერც ერთი ფორმით ქართული ოცნება მის განეიტრალებას ვერ შეძლებს.